გამარჯობა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედია პორტალი წარმოგიდგენთ შეხვედრას სტუდენტური თვითმმართველობის კანდიდატებთან. მოგეხსენებათ 21 იანვარს არის არჩევნები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობისა და 4 ძალა, 4 სტუდენტური გუნდი შეერკინება ერთმანეთს ამ არჩევნებში. 3 მათგანი არის დღეს ჩვენთან ერთად სტუმრად. სამწუხაროდ ვერ მოახერხა მოსვლა ილიაუნის სტუდენტთა ასოციაციამ, მაგრამ გადმოგცეს, რომ სტუდენტებს ვუთხრათ 17 იანვარს მათ ექნებათ პრეზენტაცია და ყველა კითხვა შეგიძლიათ დააუსვათ და მიიღოთ პასუხები. მანამდე კი წარმოგიდგენთ დანარჩენ 3 ძალას, რომელიც ასევე 21 იანვარს ჩაემება არჩევნების ციებ-ცხელებაში და უკვე დაწყებული აქვს რაღაც გეგმები, კამპანიები და ასე შემდეგ და გაგვაცნობენ ისინი მოკლედ თავიანთ გეგმას. პირველ რიგში მოგესალმებით და პირველი კითხვა როგორ ხედავთ თქვენ სტუდენტური თვითმმართველობის კონცეფციას, იდეას და რა არის თქვენი გეგმა? მოგესალმებით, მივესალმებით სრულიად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, სტუდენტებს და მთლიანად ილიას უნივერსიტეტს. პირველ რიგში მოგილოცავთ შობა ახალ წელს. ჩვენი გეგმა და ასე ვთქვათ, ხედვა დაფუძნებულია 3 პრინციპზე. პირველი არის სტუდენტების უფლებების დაცვა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის. მეორე არის სტუდენტების სოციალური უსაფრთხოება და მესამე არის სტუდენტების დასაქმება. ასევე საერთაშორისო საგარეო ურთიერთობებში მათი ჩართულობა და შესაბამისად საერთაშორისო გრანტებისა და სტიპენდიების მოზიდვა სტუდენტებისათვის. ჩვენ ამ გეგმას განვახორციელებთ იმ გამოცდილებით, რაც ჩვენი ორგანიზაციის წევრებმა დააგროვეს. გეტყვით, რომ ჩვენი ორგანიზაციის ლიდერები არის უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრები და ასევე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები წარსულში და მათ საქმე აქვთ ნაკეთები ამ მიმართულებით, ასე რომ ჩვენ გამოცდილებით მოვდივართ არჩევანი თქვენზე იყოს. გასაგები, ანუ სტუდენტური ოცნების მთავარი 3 რაღაც პოსტულატი არის უფლებები, სოციალური დასაქმება. გასაგებია, დიდი მადლობა. მოგესალმებით, მე ვარ ირაკლი მოკაძე, ილიაუნის ერთიანი ძალის წარმომადგენელი. აღარ დავკონკრეტდები იმაზე, რაც შეეხება უფლებების დაცვა, იმიტომ რომ თვითმმართველობა როგორც სისტემა თავისთავად გულისხმობს სტუდენტების უფლებების დაცვას. ჩვენი მთავარი კოზირი, ასე რომ ვთქვათ, სხვა ძალებიდან განსხვავებით არის ის, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში სხვადასხვა ივენთებით ვცდილობდით, რომ მრავალფეროვანი ყოფილიყო სტუდენტების ცხოვრება. დიდი გამოცდილება გვაქვს სტუდენტებისთვის სხვადასხვა გასართობი ივენთების მოწყობის იქნებოდა თუ აკადემიური თუ გასვლითი ივენთების მოწყობის. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ილიას სტუდენტი, ჩვეულებრივ ნეიტრალური სტუდენტი, რომელიც შეხედავს ამ 4 ძალას, ყველას თავის პლუსები აქვს, ყველას თავის მინუსები აქვს, მაგრამ ერთადერთი ჩვენი დიდი პლუსი რაც არის და რაზეც ჩემი აზრით არჩევანიც უნდა შეჩერდეს, არის ის, რომ ჩვენ გვაქვს გამოცდილება უნივერსიტეტში მუშაობის, თვითონ ილიას უნივერსიტეტში მუშაობის და არა სხვადასხვა ორგანიზაციებში და ასე შემდეგ. და აქედან გამომდინარე ჩვენ გავაგრძელებთ ჩვეულებრივად როგორც აქამდე, როგორც წინა 3 წელი, ისე შემდეგი 2 წელი სტუდენტების ცხოვრების გამრავალფეროვნებას, დახვეწას, გამოცდილების მიცემას და ასე შემდეგ. ანუ თქვენ უკვე აი 3 წელი როგორც რა ორგანიზაცია მუშაობთ? როგორც ასეთი ოფიციალურად და იურიდიულად გაფორმებული არსად არ ვიყავით, მაგრამ ზოგადად იყო ის ბირთვი, რომელიც დღეს ვცდილობთ, რომ სათავეში მოვიდეთ თვითმმართველობის და უფრო ოფიციალური გავხადოთ ჩვენი მონდომება, ვაკეთებდით ყველაფერს, რის გაკეთებაც შეიძლებოდა, იქნებოდა ჩვენი ჯიბიდან დადებული თანხით სხვადასხვა სპონსორების თუ ადმინისტრაციის დაფინანსება. გასაგებია, დიდი მადლობა და კამპუსი. მოგესალმებით, მე გახლავართ ილიაუნის კამპუსის პრეზიდენტის კანდიდატი. წარმოგიდგენთ ჩემთვის მე ვარ ლაშა გიორგაძე, მე შევეცდები გაგაცნოთ ძალიან მოკლედ თუ რას აპირებს კამპუსი გამარჯვების შემთხვევაში. კამპუსისთვის პრიორიტეტი იყო თავის დაფუძნების დღიდან, რომ ყოფილიყო აპარტიული ყოველგვარად და მომავალში თვითმმართველობა იყოს აპარტიული. მეორე პოსტულატი, რომელსაც ხაზგასმით აღნიშნავ, წესდება, რომელიც არსებობს დღეს ილიას უნივერსიტეტში და არა მარტო ილიას უნივერსიტეტში. თვლით, რომ არის ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ყოველივე ამას და ჩვენ რაღაც პრინციპები უკვე შევადგინეთ, რომ პრეზიდენტი აღარ უნდა იყოს ისეთი, როგორიც არის დღეს თავის ძალაუფლებით, ესօრე ძალაუფლება უნდა გადაეცეს საერთო-უფლებას. კიდევ ამისა, უფლებებზე, როგორც ჩემმა კოლეგამ აღნიშნა, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავუცეთ სტუდენტების უფლებები, ჩვენ ვიზრუნოთ მათ დასაქმებაზე, მათ სოციალურ უსაფრთხოებაზე, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენთვის მე პირადად პრობლემად ვხედავ დღესდღეობით არა მარტო ჩვენს უნივერსიტეტში, ყოველ შემთხვევაში მომავალში რომ საფრთხე აღარ შეექმნას აპარტიულობას, ამას
გავამყარებთ იმით, რომ წესდებაში იქნება რაღაც ისეთი მუხლები გათვალისწინებული, მაგრამ ერთი უნდა აღვნიშნო, რომ ეს წესდება დაწერილი იქნება ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეთანხმებით, ეს არ იქნება რაღაც სამი ადამიანის მიერ მოფიქრებული რაღაც ბრალებში კონსტიტუცია, რომელსაც თავს მოუხდოთ ილიას უნივერსიტეტს. ჩვენთვის ეს მთავარი პრიორიტეტია, ჩვენ ვთვლით, რომ თუ ეს სფერო, ეს ადგილი დაიხვეწება, ის პრობლემები, რომლებიც დღეს არსებობს, ის ინფორმაციული ვაკუუმი, რომელიც დღეს არსებობს თვითმმართველობის უპროსობით არსებობდა, თანდათანობით ამოიწურება და ჩვენ ორიენტირებული ვართ, რომ ის რაც პირველი ავახსენე აპარტიულობა, მეორე რომ წესდება შეიცვალოს, მესამე რომ რაღაც ახალი ასე ვთქვათ გამოსილებები დავნერგოთ ჩვენს უნივერსიტეტში, მაგალითად მენტორის და ტიუტორის სისტემა, რომელიც თავის-თავში ბევრ რამეს გულისხმობს, მაგრამ ამის ახლა ფართოდ კარგი, მადლობა. ერთი კითხვა შენც. ანუ საერთო კრება იქნება მართლობითი ორგანო თვითმმართველობის, ხო? ვინ შევა ამ საერთო კრებაში და ტექნიკურად როგორ აპირებთ ამის განხორციელებას? საერთო კრება დაკომპლექტდება არჩეული პირებით, სტუდენტებით, რომელიც კენჭს ეყრიან ეხლა 21 იანვარს. ეს პირები წარმართავენ თელს თვითმმართველობას, პრეზიდენტი იქნება წარმომადგენლობით, ასე ვთქვათ, თანამდებობა, ის არადგენს თვითმმართველობას სხვადასხვა შეხვედრებზე, ასევე პრეზიდენტს დაევალება საერთო კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილების მსახურება. ანუ ამ საერთო კრებაში შეიძლება იყვნენ წევრები როგორც სტუდენტური ოცნებიდან, ისევე ერთიანი სტუდენტური ძალიდან და თქვენი ძალიდან და ასევე ილიანის სტუდენტთა ასოციაცია. სწორედ ეს ამის მიღწევა გვინდა. აქ არა მარტო შემავალ, ასე ვთქვათ, ორგანიზაციებს და პირებს ექნება თავის გამოვლენის საშუალება. აქ იმდენად იქნება კარგად, ასე ვთქვათ, დასული ყველაფერი იქამდე, რომ სტუდენტსა და თვითმმართველობას შორის რაღაც ბარიერები რო აღარ არსებობდეს. თითოეული სტუდენტი ფაქტობრივად იგრძნობს იმას, რომ არის თვითმმართველობის წევრი. იქიდან გამომდინარე, რომ მას ზემოქმედების მოხდენა შეიძლება, მიუხედავად იმისა, რომ ხმის უფლება არ აქვს. გასაგებია. მადლობთ და ვინაიდან ჩვენი ფორმატი ძალიან ისეთი დროში შეზღუდულია, ერთ კითხვასაც დაგისვამთ და ამით შეგვიძლია დავამთავროთ კიდეც. ვიცი რომ ძალიან მეგობრობთ და კარგი ურთიერთობა გაქვთ ერთმანეთში, რაც ძალიან კარგია. სტუდენტები ხშირად თავის არჩევანს, თვითმმართველობის არჩევნებისას აკეთებენ რაღაცა ნაცნობობის ან მეგობრობის ფაქტორის გათვალისწინებით, რომ აი იმ ვთქვათ ძალაში რაღაც მეგობრები მიყავს, მაშინ იმას მიცემ ხმას. მოდი ახლა უფრო რაღაც ხო გვაქვს პრეტენზია რომ გავიზარდეთ, გამოვედით ამ რაღაც ესეთი შეერჩევითი რაღაც ხმის მიცემიდან და დავასაბუთოთ თითოეულმა თქვენთაგანმა, რატომ უნდა მოგცეს თქვენ ძალას ხმა სტუდენტმა, რომელიც ახლა უყურებს ურვალოდ აი ამ ვიდეოს და რომ უთხრათ პირდაპირ არგუმენტი, გასაგებია უფლებები, სოციალური ყველაფერი ეს სტუდენტებზე ზრუნვა, ეს არის ძალიან ზოგადი, რაც ყველა თვითმმართველობამ უნდა აკეთოს ალბათ, მაგრამ აი კონკრეტულად თქვენ ძალას, რატომ უნდა მოგცეთ ხმა სტუდენტმა? თქვენის ნებართვით მე დავიწყებ, თქვენი თქმის არ იყოს მართლაც ასეთი წარსული არსებობდა, მეგობრობს ხარჯზე აძლევდნენ ძირითადად ხმას თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ორგანიზაციებს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ 4 ორგანიზაციის, ასე ვთქვათ, შემადგენლობა მეგობრულად არის ერთმანეთთან განწყობილი და არა მარტო ახლა, არამედ მანამდეც ვიცნობდით ერთმანეთს, შესაბამისად მეგობრობის ხარჯი მარტო აქ არ გამოდგება, აქ უკვე მეორე ელემენტი არის პროგრამა და რა გაუკეთებია წინასაარჩევნო კამპანიის დროსაც თუნდაც. ჩემის აზრით ჩვენ ორგანიზაციას ხარ იმიტომ უნდა დაუჭიროთ, რომ მე პირადად მის ლიდერს ძალიან ბევრი საერთოდ არ მიყვარს საქმეების რაც მაგ ნაკეთებს. ეხლა საჭიროა. მაგრამ წარმომადგენლობით თუნდაც იგივე წარმომადგენლობით საბჭოში ჩემი ყოფნის დროს მე პირადად მონაწილეობა მივიღე უნივერსიტეტში არსებული დაახლოებით 10-მდე ინსტიტუტის ჩამოყალიბებაში. ეს არის კვლევითი ინსტიტუტები, ბიზნესის, ბიოლოგიის და ასე შემდეგ ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ასევე მნიშვნელოვანი მონაწილეობა მივიღე სტუდენტების სოციალურ დაფინანსებაში. ძირითად შემთხვევაში იქ წარმოდგენილი იყო მაშინ თვითმმართველობის რეკომენდაციები და ჩვენ გადაწყვეტილებებს ვიღებდით. მე ვიყავი სტუდენტური თვითმმართველობების მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი წარმომადგენლობით საბჭოში და ყველა ის პროექტი, რაც სოციალურ სფეროს ეხებოდა დაფინანსებას, ჩვენ ხელში გადიოდა, ჩვენ ჯგუფის ხელში და ზუსტად ის ჯგუფი არის უმრავლესობა ამ ჯგუფში. ესეც ილიას სტუდენტური ოცნება ქვია დღეს. არჩევნებზე თავს შევიკავებ კომენტარისგან, ან წავალ ან არა. მოლოდინები ჩემი თვითმმართველობის შესახებ არის შემდეგი. ვინაიდან თვითმმართველობას არ ემუქრება, გაუქმება და ეს ინსტიტუცია რჩება უნივერსიტეტში,
მინდა რომ მათ მოუკლონ ისეთ პროექტებს, რომელიც მასიურია და მხოლოდ იმიტომ კეთდება, რომ პიარი გააკეთონ თავისი პარტიის თუ უნივერსიტეტის და მინდა რომ მოხდეს დეცენტრალიზება მაქსიმალურად ამ ინსტიტუციის და ასევე გააკეთონ ისეთ პროექტები, როგორებიც იქნება სტუდენტზე გათვლილი და არა პიარზე. ესეთ პროექტებია მაგალითად მცირე ზომის ლაშქრობების მოწყობა, სათხილამურო სპორტის ან საზამთრო სპორტების უფრო გავრცელება და ფასდაკლებების მოპოვება და ასე შემდეგ. და ნაკლები უაზრო პარტიები, რომლებზეც ძალიან ბევრი ჩხუბი და აურზაური ხდება. თქვენი საინტერესო ცხოვრება იწყება აქ, ესეთი დევიზი იყო უნივერსიტეტში, მე რო ჩავაბარე და ალბათ ყველა სტუდენტი, რომელიც დაფიქრდება პირველი კურსიდან მესამე კურსის ჩათვლით, იტყვის, რომ ეს დევიზი პირდაპირ კავშირშია ჩვენ ორგანიზაციასთან, რადგან არსებობდა აქამდე ძველი თვითმმართველობა, რომელთანაც ასევე მეგობრობთ, მაგრამ მე პირადად მეორე კურსის სტუდენტი ვარ და სულ რაღაც სამი პოეზიის საღამო მახსოვს მათი გაკეთებული. აქედან გამომდინარე ფიქრობ, რომ ნებისმიერი სტუდენტი დაფიქრდება და მეგობრობას ცოტა ხნით გვერდზე გადადებს, მიხვდება, რომ ის ორგანიზაცია, რომელიც რაღაცებს და ძალიან ბევრი ივენტს, დაახლოებით 20-მდე ივენთი არის ჩვენი გაკეთებული ბოლო 3 წლის განმავლობაში, აკეთებდა თავის ჯიბით, უფრო მეც გააკეთებს, როცა მას ექნება დაფინანსება, უფრო მეტი გაკეთების საშუალება ექნება და იგივე მრჩეველთა საბჭოებში იქნება გადანაწილებული, იგივე კრებებში, ანუ კრებაში იქნება უფრო მეტი ვიდრე სხვა ორგანიზაცია და აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ და ჩვენი ორგანიზაცია ფიქრობს, რომ სტუდენტი, რომელიც არ აძლევს ხმას მხოლოდ იმიტომ, რომ მეგობარი ყავს რომელიმე ორგანიზაციაში, უნდა შეაჩეროს ყურადღება ჩვენზე, რადგან კიდევ ერთხელ გავმეორდები, მათი საინტერესო ცხოვრება უნდა დაიწყოს ამ უნივერსიტეტში ჩვენთან ერთად, ჩვენი დახმარებით. ვიცოდი ახლანდელი თვითმმართველობისგან ის, რომ მხოლოდ ფართი და ესეთ გასართობი ღონისძიებები იქონდა ძირითადად პროგრამაში, მე ვისურვებდი ალბათ უფრო გაცვლითი პროგრამების პრობლემა რო წამოწიონ წინ და სწავლის მხრივ რა უფრო გააფართონ თავისი შესაძლებლობები. მოსმენილი მაქვს ისიც მცირე რაოდენობით კამპუსის პროგრამა და მეტი არაფერი განსაკუთრებული. მე მივდივარ, იმიტომ რომ მეგობარმა მითხრა, რომ გეხვეწები, მოდი არჩევნებზე და ხმა მომეციო ეს. არჩევნებზე მივდივარ აუცილებლად და თვითმმართველობისგან ველოდები, რომ მიხედონ სტუდენტებს, დააკმაყოფილონ სტუდენტების მოთხოვნები და მიხედონ ასევე თეატრს. თვითმმართველობის არჩევნებზე არ მივდივარ და თვითმმართველობა ჩემი აზრი არის ასე, საერთოდ არ უნდა არსებობდეს. მე პატარა ჩანელს გავაკეთებ, სწორედ აღნიშნეთ, ნამდვილად მეგობრობის ხარჯზე ბევრი სტუდენტი გადიოდა ფონდს, ასე თქვა. მაგრამ ეხლა პატარა რაღაც თხოვნა მექნება ყველა ჩემი მეგობრისთვის, რომელიც ილიაში სწავლობს. მეგობრობის გამო ხარი არ დამიჭიროთ. არასამთავრობო ორგანიზაცია კამპუსი შეიქმნა 2 თვის უკან. 2 თვის განმავლობაში 12 პროექტი გავაკეთეთ. ამ 12 განხორციელებული პროექტიდან თამამად შემიძლია თქვა 12-ვე საუკეთესო შედეგი ანახა. მე ვსაუბრობ სამწუხაროდ ჩვენ ორგანიზაციას დიდი ბექგრაუნდი არ გააჩნია, იქიდან გამომდინარე, როგორც აღნიშნა, 2 თვეში 2 თვეა რაც არსებობს. აქედან გამომდინარე, მე გეტყვით ერთს. ჩვენ ვართ სანდო, ჩვენი გაკეთებული პროექტები გამოირჩეოდა სანდოობით, აქედან გამომდინარე, ის შემოთავაზება, ის პროგრამა, რომელსაც ჩვენ გთავაზობთ, თუ კი ეს პროგრამა თქვენთვის მოსაწონია და მისაღებია, ამ შემთხვევაში დაუჭირეთ ილიონი კამპუსს ხარ. შეღავათი ხონეს სტუდენტებს, რომ კვლევით შესახებ არა მარტო ვიცოდეთ, არამედ პრაქტიკასაც შეგვეძლოს იქ ჩასვლა და ნახვა ამ ყველაფერს. თვითმმართველობა უნდა ეხმარებოდეს სტუდენტებს, გაერკვნენ სტუდენტურ ცხოვრებაში, იყვნენ უფრო ჩართულები და აქტიურები სტუდენტურ ცხოვრებაში და უნდა ეხმარებოდეს პრობლემატური საკითხების და მოგვარებაში, მაგალითად ურთიერთობაში ადმინისტრაციასთან და ასე შემდეგ. ანუ ჩემი აზრით მეტად უნდა იყვნენ ორიენტირებული იმაში, რომ სტუდენტებს დაეხმარონ რაღაც მიღწევაში, ანუ არა მარტო თვითმმართველობის წევრები ერთმანეთში ეხმარებოდნენ ერთმანეთს, არამედ ზოგადად სტუდენტებში გაცვლით პროგრამების შესახებ უნდა ხელი შეუწყონ სტუდენტებს. მე მივდივარ თვითმმართველობის არჩევნებზე და ველოდები, რომ უფრო დააფინანსებენ ჩვენ სპექტაკლებს და რა ვიცი. ძალიან დიდი მადლობა ყველას გისურვებთ წარმატებებს, ასევე წარმატებას უსურვებ ილიონის სტუდენტთა ასოციაციას, რომელიც დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ არ დაგვესწრო, თუმცა აქვე აღნიშნავ ასევე, რომ 17 იანვარს აქვთ პრეზენტაცია და ყველა სტუდენტ შეუძლია იქ მივიდეს და ნახოს, რა არიან, ვინ არიან და რას გეგმავენ.
და ყველა სტუდენტს მოუწოდებ რომ მივიდნენ არჩევნებზე და ხმამისცენ თავიანთ პრიორიტეტ გუნდს დაუდგნენ გვერდზე, ასე ვთქვათ. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. ნახვამდის.